სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსკოვის ქართულ ტაძარში პარაკლისი აღავლინა. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს დღესასწაული მიულოცა და მათ ქადაგებით მიმართა. საქართველოს ლუგეშინია მერტი ჩვენთანა მე მინდა მადლობა შევსწირო რუსეთის ხელისუფლებას, რომ მფარველობას გიწევს თქვენ. მე მინდა მადლობა შევსწირო მის უწმინდესობას პატრიარქ კირილეს მოსკოვისა და რუსეთის სრულიად რუსეთის პატრიარქს, რომ მფარველობას გიწევთ თქვენ. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ დადგება ის ბედნიერი დღე, როცა თქვენ დაუბრუნდებით თქვენ მამაპაპას, მამაპაპის მამულს საქართველოს. დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ გავეხარებთ საქართველოში. დადგება ის ბედნიერი დღე, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო ისევ საქართველოს ხარბლებში იქნება. დღესვე საქართველოს ეკლესიის მეთაური ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს პატრიარქი რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს ეკლესიის საჭათმყრობელი სამშობლოში 25 ნოემბერს დაბრუნდება. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამის ძლევა შემოსილისა და საკვირველმოქმედ გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტიანობისთვის წამებულ კაბადოკიელ წმინდანს საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ყოველ ამ დღეს მოქმედ ტაძრებში წირვა ლოცვა სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ გამრეკელი აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა და წმინდანის ცხოვრებაზე ისაუბრა. წმინდანთა ხსენება ეს არ არის მხოლოდ ისტორიის გახსენება. მათ წმინდანთა და წმინდა გიორგის ღვაწლის გახსენება, რომ ეს ჩვენთვის დღეს ცოცხალი მაგალითია. რომ აქტუალურია ჩვენთვის ეს გზა, რომ თუ მაშინ შესაძლებელი იყო, დღესაც შესაძლებელია. მაშინ სამყარო იყო წარმართული. დღესაც წარმართობისგან მიიდრიკას სამყარო, მაგრამ თუ შესაძლებელი იყო მაშინ ძლევა სიკვდილზე, დღესაც შესაძლებელი არის. ამიტომ იხსენებს ეკლესიას წმინდანებს არა მხოლოდ როგორც წარსულს, აწყოს, რადგან ისინი მარტივ ცხოვრებას ეზიარნენ და მარად ცოცხალ არიან და სასწაულთ მოქმედებენ და მათი მეოხებით უფალმა მრავალგზის დაიცვა ქართველი ერი, მორწმუნე ადამიანი. ჩვენ ვიცით მრავალი სასწაული, რომელიც აღარსულა წმინდა გიორგიმ თავისი მოწამეობის აღსასრულის შემდეგ და ხატზეა გამოცხადებული, იცით, ურჩხულის დაძლევა, დათრგუნვა, იმ ყრმის მონობიდან გამოხსნა, რომელიც მშობლებს დაუბრუნა და სხვა მრავალი სასწაული. დღესაც აღესრულებოდა ჩვენი ერის ისტორიაშიც, ვიცით, არაერთი შემთხვევაში წმინდა გიორგი მიუძღოდა ჩვენ ლაშქარს და ძლევა ის საკვირველი უფალმა მისი მეოხებით მოგვანიჭა ჩვენ. ასე დღესაც ჩვენ გევართ დიდი ბრძოლის წინაშე და ღმერთმა მოგცეს ჩვენ ძლევა ის საკვირველი ერთად ჩვენთან ზედა მეოხებით წმინდა დიდისა მოწამისა გიორგისა. ღმერთმა დააგლოცოთ, გაკურთხოთ და გაცხოვნოთ თქვენ. ქადაგების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ 70 წლის იუბილე მიულოცა.
მეუფე იოანეს სულ ახლახან შეუსრულდა დაბადებიდან 70-ე წლის თავი და გვინდა მიულოცოთ მას და მეუფე ჩვენგან, ჩვენი სამუდელოებისაგან და ჩვენი ვრევლისაგან მინდა გადმოგცეთ ეს მოგზალებული საჩუქარი. დღევანდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ ტაძარში შეკრებილები. თითოეული მათგანი წმინდა გიორგისადმი ქართველი ერის გამორჩეულ სიყვარულზე ამახვილებდა ყურადღებას. გილოცავთ გიორგოვის ძალიან კარგ და ჩემთვის ძალიან საყვარელ დღესასწაულს. გიორგი მქვია და განსაკუთრებით დღესასწაულად აღნიშნავ, სხვა დღესასწაულებსაც, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეულად მას ვუსურვებ მთელ საქართველოს წმინდა გიორგის შემართებას და აი იმ სიყვარულს, რამაც პირდაპირ გადაადგმევინა რადიკალური ნაბიჯი და მიიყვანა უფალთან. მიულოცავ სულიად საქართველოს წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს სულიად საქართველოს. ეს არის ერთ-ერთი წმინდანი, რომელიც განსაკუთრებულად იფარავს ჩვენ სამშობლოს საქართველოს და უფალმაინებოსოთ გააძლიეროს და სულიად განამტკიცოს ჩვენი ერი. უამრავი გიორგი ყავს ოჯახში, ჩემთანაც არიან გიორგები. გიორგის ასული ვარ, ჩემ შულსაც გიორგი ქვია. არ არის მეგონი ქართული ოჯახი, სადაც გიორგი არაა. ყველა ამ გიორგის უსურებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წმინდა გიორგის მფარველობას და მთელ საქართველოს არ მოაკლდეს წმინდა გიორგის მფარველობა. მინდა მიულოცოს სულიად საქართველოს ეს პროგრამა დღესასწაული არის ჩვენი მფარველი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი, რომელიც ეწამა ქრისტიანობისთვის და არის ჩვენთვის სიმბოლო ვაჟკაცობის და მინდა ასევე მიულოცოს ჩემს გვარს, იმიტომ რომ ჩვენი მფარველი არის გვარის წმინდა გიორგი და ჩემ ტყუპიცელს გიორგის. წმინდა დიდმოწამე ძლევა შემოსილი და საკვირველმოქმედი გიორგი მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადოკიაში დაიბადა. ის სრულიად ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გამწესდა, სადაც მალე წარმატებასაც მიაღწია და რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო, რის შემდეგაც წმინდანი სამეფო კარზე დააწინაურეს. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა უარყო ყოველგვარი პატივი და დიდება. თავისი ქრისტიანობა ყველას გასაგონად აღიარა, რასაც იმპერატორის მიერ წმინდა გიორგის დატყვევება მოხვა. დიდმოწამემ ხანგრძლივ წამებას გაუძლო. ის მრავალჯერ აწამეს, მათ შორის ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ სასწაულებრივად განიკურნა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს იხსენებს. დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად ის ტაძრები აღნიშნავენ, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობისაა. კაბადოკიელი წმინდანი მართლმადიდებელ მრევლში ძლევამოსილებასთან, სიძლიერისა და მტერზე გამარჯვებასთან ასოცირდება. წმინდა გიორგის ქართველი ხალხი განსაკუთრებულ პატივს სცემს. მისი გამოსახულებები ქართულ ტაძრებზე ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში ჩნდება. წმინდანის ცხოვრებაზე კი ჩვენამდე მოღწეული უძველესი ჩანაწერი მე-11 საუკუნით თარიღდება. ტელევიზიის ჩვენი ერთსულოვნების დაბადების დღე ჩვენ 8 წელი შეგვისრულდა. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება იუბილეა. დღეს 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე ჩვენ 8 წელი შეგვისრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიის ისტორიისთვის ეს არც ისე დიდი და არც ისე მცირე დროა. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ერთია. დაარსების პირველივე დღეებიდან ერთსულოვნება ქართული საზოგადოების დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობს. ეს კი ტელევიზიის თითოეული თანამშრომლისთვის უდიდესი სტიმულია. სწორედ მაყურებლის ამგვარი დამოკიდებულება არის მიზეზი იმისა, რომ ერთსულოვნების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიან პროდუქტს, რომელიც გარშემომყოფებში დადებით განწყობასა და სიმპათიებს იმსახურებს. არა მარტო ჩვენ ძალიან მაყურებელს ულოცავ, ჩვენ თანამშრომლებს ულოცავ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ამ ტელევიზიას. მთელ ჩვენს ეკლესიის მრევლს ულოცავ და არა მარტო ეკლესიის მრევლს, ყველა ადამიანს, ვინც გვიყურებს. მე ვიცი, რომ ჩვენ გვიყურებენ არა მარტო ეკლესიური ადამიანები, არამედ ისინი, რომლებიც ჯერჯერობით ეკლესიაში არ არიან მოსულები. არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა რელიგიის მიმდევარი ხალხი, არა მარტო ქართველები, არამედ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ჩვენ მათაც ფართო სპექტრი ყავს მაყურებლისა და მათაც დავიწყეთ თითქმის ნოლიდან დაიწყო ყველაფერი და აი მეუფე პეტრეს დიდი ძალისხმევით, დიდი მონდომებით, დიდი შრომით, მისი ნიჭიერების წყალობით, მისი შრომის მოყვარეობის წყალობით, მთელი იმ გუნდის დიდი შრომისა და ღვაწლის თავდადების მე ვიტყოდი წყალობით, რაც გამოიჩინა ჩვენმა თანამშრომლებმა. დღეს ტელევიზია ფეხზე დგას ჩვენ მაუწყებლად 24 საათის მანძილზე და
ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაც ახალი გავაკეთოთ. დღეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება იუბილარი არის მოგილოცავთ. ერთსულოვნება არის ქართველი ერის მორწმუნე ქრისტიანთა ასე რომ ვთქვათ, აი სულიერი საზრდოს მომნიჭებელი და მშობლიურია ეს ტელევიზია ყველა ქრისტიანისთვის არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზრდოს გარეთ მცხოვრებთათვის. მოგილოცავთ დიდი სიყვარულით ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა წმინდა გიორგის შემწეობით დალოცვილი გამყოფოთ, დაგვილოცოს დედა სამშობლო, დედა ეკლესია გაგვიძლიეროს და თქვენი ეს სულიერი საზრდო, რომელსაც ესე უშურველად მიაწოდებთ მორწმუნე ხალხს და მორწმუნე ერს, ღმერთმა დიდხანს და მრავალჟამიერი გაგრძელებული იყოს. ახლა ჩვენ მივდივართ დილის გადაცემა განთიადის განყოფილებაში და ვნახოთ ვინ და გვხვდება იქ. უფრო ახლოს გაგაცნობთ. ირაკლი მოდი. აქ წესით უნდა იჩნდეს ხელმძღვანელობა. გამარჯობათ. მართადე შემოიჭერი. გილოცავთ პირველ რიგში გიორგობას ჩვენი ტელევიზიის დაბადების დღეს და საშუალებას გაძლევთ რომ მიულოცო ეს ყველა დღესასწაული ჩვენს ტელემაყურებელს. გმადლობთ ჩემო კარგო. გილოცავ დღევანდელ დღეს. დღეს ერთგვარი სიმბოლური დღე არის ბოროტებაზე გამარჯვების და მინდა რომ ჩვენი ტელევიზია, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის სასახელოდ ყოველთვის გამარჯვებული ყოფილიყოს. გილოცავთ ყველას. დიდი მადლობა. ნახოთ ირაკლი რას აკეთებდა მართა. წმინდა გიორგის ხატი აქვს, ხო? კი, აი დღევანდელი დღის სიმბოლოა, ურმის თვალზე გაგვრის. და აი კალენდარიაც გაშლილი, ანუ განთიადში სრული საქმე გარემოა. წავიდეთ ნახოთ იქეთ რა ხდება. კარგად. ახლა შევიხედოთ ოთახში, სადაც დილის გადაცემის ჟურნალისტები იმყოფებიან. გამარჯობათ გოგოებო, გილოცავთ. აი ქეთი და გვანცა იმყოფება. გამარჯობა. ქეთი, ეს არის ქეთი ვაშაკიძე, რომელსაც ჩვენი ერთგული ტელემაყურებელი კარგად იცნობს თავისი სიუჟეტებით. ქეთი, შეგიძლია მიულოცო დღე ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე ვილოცავთ ჩვენ ტელევიზიას 8 წლის იუბილეს. მე მიხარია რომ უკვე 2 წელია ვარ ამ დიდი ერთიანი ოჯახის, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი და ვუსურვებ უფრო მეტ ერთსულოვნებას, წინსვლას და ბევრ სიახლეებს. ახლა შევდივართ პროგრამას სიახლენის განყოფილებაში და ვნახავთ როგორ საქმიანობენ აქ დღეს. მოდით პირველ რიგში პროგრამა სიახლენის ხელმძღვანელს შორენა ბურსულაიას გამესაუბროთ. იმედია ხელს არ ვუშლით. გამარჯობა შორენა, შეიძლება? გილოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობას და ტელევიზიის იუბილეს და საშუალებას გაძლევთ რომ თქვენც მიულოცოთ ჩვენს ტელემაყურებელს. გილოცავთ ყველას გიორგობის დღესასწაულს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ტელევიზიის იუბილეს, ვილოცავთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომელიც ყოველდღიურად ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულს გამოხატავს ჩვენ მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს, ყველა გადაცემას თითოეული ადამიანს, რომელიც მუშაობს ამ გადაცემაში. პროგრამა სიახლენი არის ყოველდღიური გადაცემა, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე დილიდან საღამომდე მთელი დღის განმავლობაში უმუშაობთ ესე აქტიურად ვართ ჩართული მიმდინარე პროცესებში, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი თემა არის მიმდინარე რელიგიური, კულტურული, სოციალური ეკონომიკური თემები, მოვლენები და ჩვენს მაყურებელს ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ბევრი პოზიტივი და დადებითი ემოცია გადავცეთ. ახლა გაგაცნობთ სამუშაო პროცესს პროგრამას სიახლენში. თამთა და ბესო არიან, ამონტაჟებენ გილოცავთ. გამარჯობა, გილოცავთ. მინდა მიულოცო ასევე ჩვენს ყველა თანამშრომელს დღევანდელი დღე ჩვენი ტელევიზიის იუბილე, ასევე ჩვენს ერთგულ მაყურებლებს, რომელიც წლების განმავლობაში ესეთი ინტერესით ადევნებენ თვალს ჩვენს გადაცემებს. ახლა ვამონტაჟებთ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას, რომელიც გაშვეთში აღევლინა და ასევე მინდა ყველა გიორგის მიულოცოთ დღევანდელი დღესასწაული. აქ არის შუადღის გადაცემის შუადღე ერთსულოვნებაზე სტუდია, სადაც პირდაპირ ეთერი ძალიან მალე იქნება და უცბად შევიდეთ. მოგესალმებით. ვიცი რომ პირდაპირ ეთერი მალე გეწყებათ და უცბად მინდა მოგცეთ საშუალება რომ მიულოცოთ ჩვენს ერთგულ ტელემაყურებელს ჩვენი იუბილე. ულოცავ, პირველ რიგში თქვენ გილოცავთ, ვინც აქ მუშაობთ, საქმიანობთ და ვის გამოც ეს არხი უყვარს იმ ტელემაყურებელს, რომელსაც ასევე უნდა მიულოცოთ, გისურვებთ წინსვლას წარმატებებს და მაყურებლის მატებას და მატებას და მატებას, იმიტომ რომ ტელევიზიისთვის ეგ მნიშვნელოვანია. გაიხარეთ, გილოცავთ. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, 8 წელი უკვე არ არის პატარა ასაკი და ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა აქამდე ტელევიზიამ, თქვენმა კოლექტივმა და მინდა ეს წამოწყებები რაც გაქვთ მომავალშიც განვითარდეს, მინდა წინსვლა და ახალი პროექტები, ახალი ქართული საქმეები გეკეთებინოთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობას.
დიდი მადლობა. მე გისურვებთ ბევრ კანონმორჩილ მცხოვრს. დიდი მადლობა. ბევრი და საჭესთან ფხიზლები ყოფილიყავ. აღნიშნოთ ეს 8 წელი, მაგრამ საჭესთან ფხიზლები დავსვით. კეთილ ზრდ ამ თემას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი ეთერის რა თქმა უნდა 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბუნებრივია უკეთესობისკენ რაც ძალიან სასიხარულოა და ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს ულოცავ დღევანდელ დღეს უსურვებ წინსვლას წარმატებას მაყურებლის კეთილ განწყობა რომელიც მოვიპოვეთ ამ 8 წლის განმავლობაში არ მოკლებოდეს და ყოველთვის გქონოდეს და რაღაც ყველაზე მთავარია ერთსულოვნება გქონოდეს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებისთვის 2016 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ტელევიზიის ეზოში მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გაიხსნა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, რომელმაც უფრო მეტად სულიერი და მშვიდი გახადა გარემო, როგორც მრევლისთვის, ისე ტელევიზიის თითოეული თანამშრომლისთვის. წლევანდელი წელი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ ჩვენი ტელევიზიის ეზოში აშენდა ტაძარი. აქაც მეუფე პეტრე იყო განსაკუთრებით ჩართული ჩვენი ქტიტორები, რომელსაც კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა უთხრათ ჩვენ ამ ტაძრის აშენებისთვის და ამ ტაძარმა ახალი სიცოცხლე, ახალი ძალა შემატა ჩვენ ტელევიზიას და რა თქმა უნდა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გახცათ, იმიტომ რომ ამ უბანში ტაძარი არ იყო, არ ფუნქციონირებდა. ტელეკომპანიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. დაიწყო ახალი გადაცემა საქართველოს ევროპულ ოჯახში, რომლის წამყვანიც თამარ ხვედელიძეა. მინდა მოგილოცოთ გიორგობის დღესასწაული და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას 8 წლის საიუბილეო თარიღი ვუსურვო ძალიან ბევრი მაყურებელი და მაღალი რეიტინგი. მინდა აღნიშნო რომ ერთი გადაცემა შეემატა უკვე საპატრიარქოს ტელევიზიას ერთსულოვნებას, ეს არის გადაცემა საქართველოს ევროპულ ოჯახში, რომლის წამყვანიც მე გახლავართ. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი გადაცემის მხარდამჭერებს, ეს არის დემოკრატიისა და განვითარების ფონდი და ასევე ნიდერლანდების საელჩო საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობა ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება ამ პროექტის ფარგლებში. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს ტელევიზიას, ტელემაყურებლებს, ჩვენს პარტნიორებს. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს უწმინდეს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, ვინაიდან მან სიტყვა ერთსულოვნება გვიქცია იდეად. მინდა მივულოცო მეუფე პეტრეს, ის ამბობს ხოლმე, რომ ერთსულოვნება ერთსულოვნებისთვის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ასე იყოს. ჩვენ გვაქვს სიახლე, გვაქვს ახალი გადაცემა საქართველოს ევროპულ ოჯახში. გადაცემა დაიწყო ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი ჯგუფი უკვე იმყოფებოდა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში და ჩვენ შევეცდებით მრავალფეროვანი მასალით ჩვენს ტელემაყურებელს მივაწოდოთ ისტორია, დღევანდელობა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი პარტნიორობა ქონდა საქართველოს ევროპასთან. ყველა გადაცემას, რომელიც ერთსულოვნების ეთერს იკავებს, თავისი ერთგული ტელემაყურებელი ყავს და თითოეული თანამშრომელი მათგან გრძნობს სითბოსა და სიყვარულს, რაც ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარია. მე 6 წელია მუშაობ საპატრიარქოს ტელევიზიაში, პირველივე დღიდან საღვთისმეტყველო ჯგუფში ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ზოგადად ტელევიზიაში მუშაობა არის საპასუხისმგებლო ესეთ მიზნობრივ ტელევიზიაში, მაგრამ საღვთისმეტყველო ჯგუფში მუშაობა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ორიენტირი სწორედ ეს არის სასულიერო თემაზე ვაკეთებთ ხოლმე გადაცემებს. ვისურვებდი, რომ გაგვემართლებინოს ჩვენი მაყურებლების იმედები და ეს დიდი პასუხისმგებლობა ვლოცავ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების თანამშრომლების იუბილეს და ასევე ვლოცავ ჩვენს მაყურებლებსაც. რაც შეეხება ერთიან მშვიდობიან კავკასიას, გრძნობ ამ ხალხის სიყვარულს, თანადგომას, ვინც ჩვენ გადაცემას უყურებს არა მარტო საქართველოში. ეს არის გარკვეულწილად ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ყველა ის ქართველი, რომელიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და ისინი ცდილობენ, რომ აი თუნდაც ის ამბები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, სწორედ ჩვენი ტელევიზიიდან გაიგონ, სწორედ ჩვენი გადაცემიდან გაიგონ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში ჩვენს მაყურებლებს, იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, მაგრამ ქართველობენ და აი ამ რთულ გლობალიზაციის პერიოდში და სამყაროში ინარჩუნებენ ქართველობას, მათ მინდა ჩვენი გადაცემის სახელით მიულოცო გიორგობის დღესასწაული და ჩვენი ტელეკომპანიის 8 წლის იუბილე. გილოცავ დაბადების დღეს და ჩემი დედიკო აგვიზდავს და მე ვუყურებ.
ქვეყნისა და ერის სამსახურში მყოფი ტელეკომპანია ერთსულოვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე დაფუძნდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევით მას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში მღვდელმთავრის ლოცვითა და დიდი ძალისხმევით ერთსულოვნების მაუწყებლობა გახდა მრავალფეროვანი და საინტერესო. განხორციელდა უამრავი პროექტი, რომელიც შემეცნებით საგანმანათლებლო და სულიერი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. იმ გამორჩეულად დიდი ყურადღებისთვის, სიყვარულის გამოხატვისა და თანადგომისთვის, რომელსაც ტელევიზიის თანამშრომლები მაყურებლისგან ყოველდღიურად გრძნობენ, ერთსულოვნება მადლობას უხდის მათ და თითოეულ გულშემატკივარს. ჩვენი ქვეყნისა და ერის სულიერი მხნეობისა და ერთსულოვნებისთვის კი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობას კვლავაც სრული დატვირთვით და დიდი სიხარულით აგრძელებს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის